მოკლედ, აი ეს არის შესასხურებელი ლაკი, ანუ ლაკი, რომელიც არ საჭიროებს ფუნჯით წასვლას. ეს არის სპრეი ლაკი, ანუ პირდაპირ შეასხავთ ნამუშევარს, ოღონდ ამასაც თავის შესხმის წესები აქვს, აუცილებლად უნდა შეასხათ ესეც, როგორც ჰორიზონტალური მიმართულებით, ასევე ვერტიკალური მიმართულებით. ანუ ჩემი წინავე ვიდეოები, ვისაც აქვს ნანახი გალაკოსთან დაკავშირებით, იქ ვამბობ, რომ უნდა გაილაკოს აუცილებლად ჯერ ჰორიზონტალურად, შემდეგ ვერტიკალურად ან პირიქით. სწორედ ესეთი მიმართულებით უნდა გაილაკოს ამ სპრეი ლაკითაც. ამას აქვს ასევე უნივერსალი, ანუ როგორც ზეთ საღებავებზე, ასევე აკრილებზე რომ მიდის. ეს ლაკი შევიძინე როგორც ზეთი საღებავების მალე შრობადი ლაკი, მაგრამ ნუ ცოტა არასწორი არის, ახლა გეტყვით ზუსტად რატომ არის არასწორი. ანუ მე შევასხი ეს ლაკი ძალიან პასტოზურ ნამუშევარს და ველოდებოდი რომ 3 საათში ანუ სრულიად გააშრობდა. საკმაოდ დიდი ფენები გააშროს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ეს არ არის ანუ მალე შრობადი ლაკი, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ლაკი, რომელიც როდესაც ესხმება ნამუშევარს, ზედაფენა შრება და იძლევა იმის ეფექტს, რომ ნამუშევარი მთლიანად გაშრა. თხელ ნამუშევარზე შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოს და მთლიანად ნამუშევარი შეშრეს, მაგრამ პასტორულ ნამუშევართან მუშაობის შემთხვევაში ზედაფენას კი გააშრობს, მაგრამ შიგნით აპკის ქვემოთ ანუ ვერ ერივა, როგორც ესეთი და რომც ცოტათი მაინც მოერიოს, დროთა განმავლობაში აუცილებლად დასკდება, იმიტომ რომ ეს არის ლაკი და არ არის სპეციალურად განკუთვნილი მალე შრობადი მიზნით. საკმაოდ კარგი ლაკია, ძალიან მომეწონა მართლა, მაგრამ ის ილუზია არ გქონდეთ, რომ პასტოზურ ნამუშევარს შეასხავთ და ნამუშევარი გაგიშრებათ 3 საათში ან 1 დღეში. ნუ 3 დღე მაინც დაველოდე და 3 დღეში ისედაც თვითონ საღებავმა რაღაც დონეზე შეშრობა დაიწყო და ნუ ლაკიც დაიხმარა ზედაფენის გაშრობაში. გავუწევ რეკომენდაციას, ნამდვილად კარგი ლაკია როგორც ესეთი, მაგრამ მე პირადად მაინც მირჩევნია გადასასმელი, ფუნჯით გადასასმელი ლაკი. ანუ აი ამ ლაკს უწევ მართლა რეკომენდაციას, იმიტომ რომ მართლა დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, ანუ რაღაცა ტრიდესებური ეფექტი აქვს, ჩემი წინა ვიდეოები, ვისაც არ გაქვთ ნანახი, გამოიწერთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ამ არხზე შეხვდებით ძალიან ბევრი სამხატვრო მასალის ირგვლივ აღწერებს, ყველაფერს ვტესტავ. მეტი ინფორმაციისთვის გადმოდით Instagram-ის გვერდზე და დამიკომენტარეთ კიდე რა გაინტერესებთ, ანუ ისეთი, რასაც თავშე თქვენ ვერ ტესტავთ, მე აუცილებლად გავტესტავ და გეტყვით პასუხს.